მწვანე არტადეგები იწყება დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა სამინისტროში პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მწვანე არტადეგები 19 აგვისტოს დაიწყება და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მის მიზანს საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია, იქ არსებული ეროვნული პარკების, აღკვეთილის, დაცული ლანდშაფტის, ბუნების ძეგლის და ნაკრძალების მნიშვნელობის თემაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ვიზიტორთა ნაკადის ზრდა წარმოადგენს. მწვანე არტადეგების ფარგლებში მოეწყობა მედია და ფოტოტურები, ეკოპიკნიკები და დასუფთავების აქციები. ამ პროექტის მიზანია, რომ დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია მოხდეს ასევე ამ ეკოტურისტული სერვისების და იქ არსებული ინფრასტრუქტურის პოპულარიზაცია. ბოლო პერიოდში ძალიან დიდი მოთხოვნა არის უცხოელი ტურისტების, ანუ ვიზიტორთა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ თვითონ ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობადობა ჩვენი დაცული ტერიტორიების დაბალია, ამიტომ ამ პროექტის მიზანია, რომ მაქსიმალურად განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ. ეს არის მართლა ძალიან კარგი ინიციატივა, იმიტომ რომ ძირითადი აქცენტი გაკეთდება სამ რამეზე. პირველი, პოპულარიზაცია ჩვენი დაცული ტერიტორიების, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნამდვილად საივიზიტო ბარათი არის და ის რაც გაგვაჩნია სიმდიდრე მართლაც ჩვენი ბუნება და გარემო არის. მეორე, ცხოვრების ჯანმრთელი წესის ხარდაჭერა, ესეც ძალიან აქტუალური არის დღევანდელ საქართველოში და მესამე ის რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი ბუნება, ჩვენი გარემო, მაგრამ სამწუხაროდ არ უხილდებით მას.